რამდენიმე თვის წინ განვიხილე Xiaomi Redmi Note 15 სერია. დღეს კი უკვე Note 17 გვაქვს აქ, ხო და ნახოთ რა გაუმჯობეს და ამ მოდელში. დიზაინია შეცვლილი პირველ რიგში. როგორც ყოველთვის, ყუთში შევხვდებით ადაპტერს, კაბელს, кейს და ეკრანზე გადაკრულ ფირს. Smartphone-ის დიზაინია შეცვლილი, როგორც ყოველთვის ამ მოდელში. წინა Note 15-ს კამერები ცენტრში ქონდა განლაგებული, ეკრანიც Edge ტიპის იყო და გვერდებზე გადადიოდა, ახლა კი მთლიანად ბრტყელი ეკრანი გვაქვს, კამერები კი გვერდითაა გადატანილი. მოკლედ რომ თქვა, ვიზუალით ახლა Poco X8 Pro-ს გავს. ცუდი არ არის. IP65 მტრის განაწყლისგან დაცვა აქვს Note 17-ს, იწონის 225 გრამს. ჩარჩო პლასტმასია, ისევ როგორც უკანა პანელი. ეკრანი კი Gorilla Glass 7i-თაა დაცული. ორი სიმბარდის მოთავსება შეგეძლებათ, აქედან ერთ-ერთზე კი მეხსიერების მიკრობარათით შეგეძლებათ ჩასვეთ, რაც ჩვენიერია და ძალიან მაგარი. ეკრანშიც გვაქვს დიდი განსხვავებები. პირველ რიგში ზომა გაზრდილი და ახლა Note 17 არის 6.99 ინჩი ზომის, რაც არის ძალიან დიდი ეკრანი. ასევე როგორც თქვი, გვერდებზე აღარ გადადის და ბრტყელია. ისევ და ისევ AMOLED-ია 120 Hz განახლების სიხშირით და საკმაოდ დიდი ბეზელებით, მით უმეტეს ქვემოთ. პიკური სიკაშკაშე 1800 ნიტი აქვს, მზის შუქზე გარჩევადი იქნება, მოკლედ რო ვთქვა. HyperOS 3 გვხვდება ოპერაციული სისტემა და Android 16-ზე, Xiaomi კი 4 წლიან განახლებებს გვპირდება ამ მოდელში, 6 წელი კი უსაფრთხოების განახლებები მოვა. Snapdragon 4 Gen 4 ამუშავებს ამ smartphones, რაც საკმარისია ყოველდღიური დავალებებისთვის, როგორიცაა scroll-ვა, ვიდეოების ყურება, დარეკვა, აპლიკაციების სწრაფი გახსნა, ხოლო თამაშებისთვის ეს smartphone ნამდვილად არაა მაინც და მაინც შექმნილი. მარტივი თამაშები კი, მაგრამ გრაფიკულად დატვირთული თამაშები ყველაზე სასიამოვნო სათამაშო არ იქნება ამ smartphone-ზე. Zoom-ის საიტსა და ფილიალებში ამ smartphone-ის 128 და 256 GB-იანი შიდა მეხსიერების ვერსიებს შეხვდებით, 6 GB ოპერატიული მეხსიერები. ამ smartphone-ის უდიდესი დადებითი მხარეა მისი მასიური 7700 mAh-იანი ელემენტი, რომელიც მარტივ გამოყენებაში 2 დღის განმავლობაში თავისუფლად გაძლებს, ასევე სწრაფი დამუხტვაც აქვს და მოყოლილი ადაპტერით შეუძლია 45 ვატით დაიმუხტოს. კამერებს რაც შეეხება, უკან გვაქვს ერთი 50 მეგაპიქსელიანი კამერა, წინა მოდელს ჰქონდა 108 მეგაპიქსელიანი და უფრო დიდი სენსორიც ჰქონდა. აქ კი სენსორის ზომა დაპატარებულია და შესაბამისადაც შეამცირეს მეგაპიქსელების რაოდენობაც. selfie კამერა კი 8 მეგაპიქსელიანი გვაქვს. ფასთან შედარებით ფოტოები უკეთესი სურვილს მიტოვებენ, ცუდი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ამ საფასო კატეგორიაში უკეთესებიც მინახავს. Just so you know. უახლესი Redmi Note 17 არის მათთვის, ვისაც სჭირდება მარტივი smartphone, დიდი ეკრანით, თანაც ისე რომ დამუხტვა 2 დღეში ერთხელ დასჭირდეს. Zoom-ერულ ლინკს აღწერაში შეხვდებით. ახლის გამოწერაც არ დაგაუწყდეთ, რა თქმა უნდა, მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის!